იმერეთის რეგიონში სკოლების რეაბილიტაციის პროცესს განათლების მინისტრი გაეცნო. სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით გივი მიქანაძე ქუთაისის მეშვიდე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გურნასა და თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლებს ესტუმრა, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მინისტრის თქმით, რეგიონში სამუშაოები დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით და შესაბამისი სტანდარტების დაცვით მიმდინარეობს და სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად შენობები სრულად განახლდება და ადაპტირდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. მოეწყობა ლიფტი, ადაპტირებული სანიტარული კვანძები და პანდუსი. ასევე საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, სპორტული დარბაზები, ბიბლიოთეკა და ექიმის კაბინეტები. სხვადასხვა სტადიაზე არის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც მთავარია, სამუშაოები მიმდინარეობს დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით და ხარისხის კუთხით არის ის სტანდარტი დაცული, რომელიც მნიშვნელოვანია საბოლოო შედეგის მისაღებად. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საზოგადოება ინფორმირებულია აღნიშნული სამუშაოების, მისი განხორციელების ვადების თაობაზე. უახლოეს პერიოდში, როგორც კი ეს სამუშაოები დასრულდება, ინფრასტრუქტურა მზად იქნება, რომ განახლებულ სივრცეებში მიიღოს მოსწავლეები და მასწავლებლები. ჩვენ ვეცდებით, რომ მოსწავლეებს ჰქონდეთ ახალი გარემო სწავლის დაწყების ეტაპისთვის, სამუშაოები მიმდინარეობს გეგმა გრაფიკის შესაბამისად. ბედნიერები ვართ, რომ განახლებულ სკოლაში ვიწყებთ უკვე მუშაობას. 40 წელზე მეტი ამ სკოლაში მუშაობ და ასეთი რეკონსტრუქცია სკოლას არ ქონია. მით უფრო ეხლა ეს რეკონსტრუქცია ჭირდება თანამედროვე მეთოდებით და ხერხებით სწავლობთ სკოლაში და განახლებული გარემო აუცილებელია.